არის, რომელიც მას ისე აცხოვრებს, როგორც მოსწავლე. აი, ზუსტად. კი, ზუსტად. ამას ვეუბნებოდი, იმიტომაც არ ვთქვი, რომ არ მინდოდა მეთქნა შემედარგია და უშუალოდ მშობელს, როგორც მშობელი ისე განმის და უშუალოდ თვითონ ხო შოუს დამდგმელი თუ როგორც ღმერთი და მე მგონი ძალიან ისეთი სწორი შედარება და იმიტომაც არის რომელი მოტრიალდება ბოლოს და ელაპარაკება მას როგორც ღმერთს ხო და თვითონ როგორც სილვიას როლიც პროფა და უშუალოდ თვითონ სილვია რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ფილმში მისი შეყვარებული ამ სამწყურში სილვია რა ყოფილიყო ანუ სილვია გაჩერება იმიტომ რომ ის ისე მაღარამობდა და ყველაფერს აკეთებდა რომ საერთოდ ჩამოდა თითქმის ის და მე მგონი სილვიამ აუცილებლად ხალხი ხო და ესე ალბათ ცხოვრებაში ხდება ხოლმე თუ დავაკვირდებით ნუ თუნდაც ახლა თანდათან უფრო ის შემდეგ სიტყვაზე ეს დრუმენი 30 წლის არის ხო და კიდევ კარგი რომ ანა საკში თუნდაც უკვე დაინახა პროგრამული სამყაროში ცხოვრობდა და მიეცა იმის შესაძლებლობა რომ გაიგოს სიბერეში უკვე დავდენებული იქნებოდა რა თქმა უნდა გობიანი და ყველაფერი ასწავლე რომ არ გაიგოს ხო რა თქმა უნდა რა თქმა რეალურ ცხოვრებაში რო არ გაიცადა ის გელი ალბათ რაც რეალურ ცხოვრებაში ანუ აკაც უყვარდა ამის თქმით ნამდვილად ხო, არ სპორტსმენია, მაგრამ უნდა მასეს სპორტსმენია, მასეს სპორტსმენია. მე მგონი თავარი ის არის, რომ ჩვენ თვითონ უნდა ავარჩიოთ, რა გვინდა, ხო? და ჩვენ შეიძლება კიდევ ცხოვრება გვიჩიოს, ვიღაცის შექმნილი საცხოვრებას ბალიშებში ასე ვთქვათ, რომ არაფერმა არ შეგვაწუხოს, მაგრამ თავარი მე მგონი ის არის, რომ ჩვენ უნდა გამოვიაროთ, ხო, ცხოვრებაც ეს არის, რომ კარგი შეფუთება ან ცუდი ნაცვლები უნდა გადალახო ან სიხარული, მაგრამ თუმცა ეს ყველაფერი იყო დათმული, ხო, არასაკვირველია და მას არავინ არ ეკითხებოდა ამას. და ალბათ ჩვენ რო ყველა წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ როდესაც ვიყავთ ცოლი, რომელსაც დაქორწინდეს, თითების გადაჯვარედინება ფოტოში ის იყო, რომ იმ გოგო მიცოდა, რომ ხა ცოლად არ მიყვებოდა და ასე ვთქვათ, რაღაცა ამით დაიცვეთო თავი ფიცის დროს. და რასაკვირველია, ეს ყველაფერი იქნის ისეთ შტაბში, რომ მე რო ვიქნით, რაღაც რაღაც დაგმულში მონაწილეობა, რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან ძნელი ნაცაქმედი იქნება, ხო? და წარმოგიდგენთ, ეს ხდებოდა თოთო და დაბადებიდან 30 წლამდე და რასაკვირველია, მას როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გავიდოდა უკვე რეალურ სამყაროში, როგორ შეეძლებოდა ასე ვთქვათ, როგორ მოხდებოდა მას ვაყოლებ ძნელად, მაგრამ შემდგომში ისწავლიან რეალურ სამყაროში ცხოვრებას და ინფორმაციას და ალბათ უფრო ამჯობინებდა გამოგონილ სამყაროს. პრინციპში ხა